მხრივ გადავტეხეთ, მოდი ესეც ვაღიაროთ რა. ანუ საკმაოდ ისეთი სიტუაცია, კრივი არის ეგეთი ტერმინი, კლინჩი ხარ შესული რა, ვერც ცილდები მოწინააღმდეგეს, ვერც წინ მიდიხარ, ვერც უკან. ანუ კი, კრიზისია ქვეყანაში, ჯერ კიდევ შეიძლება რაღაც კითხვის ნიშნები არსებობდეს საით გადაწყდება, მაგრამ ასე ვთქვათ, ბელარუსი, კავკასიის მთებით საკმაოდ რეალური ხდება. ხო, ეხლა თავს უნდა მოვიტყუებთ, ანუ ის რაც გაიარა ბელარუსმა, ის რაც გაიარა რუსეთმა, ეს გზა ეხლა კახრაძის გავარდა, აი ეს კანონი, ამ კანონს უკვე რო ინდონეზე ემორჩილები რა, ანუ იმას აკეთებ, რაც ეს უკანონო კანონი გთხოვს, უკვე რაღაცნაირ პარადოქსში ხარ შესული რა, ეგეც უნდა ვაღიაროთ. ანუ რა ხდება მაშინ, როდესაც დაუშვათ პასუხი მოვა 5 დღეში და პასუხი იქნება რა რუსთაველზე არა და დღეს ქონა დავით თარხანმოურავს გამოსვლა და ხუდადოვის დღე ახსენა. დაუშვათ ხუდადოვის დღეზე შეიკრიბეთ. ან ასე შემდეგ. და კიდე ერთი რაღაცა რა, საქართველოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა ერთი აი პროპაგანდით ტვინ გამორიცხული 5-10%-ის გარდა ძალიან კარგად იცის რეალურად აკაცუკები სად არიან, სად არიან პატრიოტები და სად არ არიან. ძალიან კარგად იციან მშვენიერი. უბრალოდ სახლებში არიან წყნარად ჩუმად და თავს არ იტკიებენ რა. რატომ თქვენი აზრი? აი არ ვიცი რა, სხვისი ჭირი ღობის ჩხირი და წინა გადაცემაში რაც გითხარით რა. ეგ სამწუხაროდ ახლა 2008-ში გორში რომ მივდიოდი ჩემს მეგობართან არ ვიცი სახში რა გუკეთებინა ვერ გავჩერით ავი თბილისში თქოს არაფერი არ იყო შეცვლილი და ვერ გეტყვით რომ აფხაზეთის ომში იყო რა დიდად განსხვავებული სიტუაცია და ან მთელი საქართველო ომდა აფხაზეთში ან მთელი აფხაზეთი ომდა თუნდაც აფხაზეთში ვერ მოგატყუებთ რა და არ ვიცი ნუ ცუდ ვარიანტში ეს ქვეყანა ქართულ ოცნებასთან ერთად წაიტეხავს ცხვირს და აგერ ის რაგვარია კირცხალია ესეც ცხვირწათეხილი იქნება რა ანუ ეგ იქნება ცუდ სცენარში ახლა მე კარგ სცენარს ვერ დავინახავ იმაში რომ ტროტუარზე დგომას უკრძალავენ ხალხს და ხალხი ცდილობს შეიტანოს შილსში განცხადება რომ აი ტროტუარზე დამაყენეთ ნუ გეტყვიან რომ აი ტროტუარზე დადექი წერეთლის გამზირზე მე რას ვაკეთებ მე ფოთში ჩავდივარ არ ვიცი ანუ ჩემთვის ყველანაირად ანუ ძალიან ისეთი რთული წელი იყო კი რაზეა საუბარი ფაქტია რომ ამათაც ვერაფერს ჩამოყალიბდნენ და აი ესენი რომ ესე კედლებს ეხეთქებიან თვალივით ეგეთი არაფერი მინახავს ანუ რუსეთუმები მაინც იყვნენ წესიერ და თამდეულოდ ანუ თან წინაზე იყო რა მაკა ბოჭორიშვილი უღიმის ოფიციალურად ღია გეის პირველ ღია გეი პრემიერ-მინისტრი ლუქსემბურგის და საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც ნათრევ ვიყავს ქოცების პროპაგანდას ტევე იმედზე რომ მისი ქმარი აი ამ მამაკაცის ქმარი იყო გედის ფორმით რომელიღაცა პარადზე და ბიჭო ჩამოყალიბდით რა ძველი ანეკდოტისა არ იყოს რა ან იქეთ ან აქეთ ან რუსეთუმები იყავით წესიერი ანუ სომხეთსა და აზერბაიჯანთან გვაქვს უკვე ურთიერთობა გაფუჭებული და პაშინიანის განცხადებაც გავცელდა ეს სატრანზიტო კორიდორის არ არის ესეთი რაღაცა ციდან დაცემული კი არა სატრანზიტო კორიდორი ორ რამეს ეყრდნობოდა პირველი შეიძლება იყო გეოგრაფიული მდებარეობა მაგრამ მეორე იყო სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის კონფლიქტი რომელიც საბედნიეროდ დასრულდა და რავი ანუ აი ამ მომავლისთვის ხო თქვა შიდობიანი სომხეთ-აზერბაიჯანისთვის მზად უნდა ყოფილიყავი ანაკლიის სპორტით ევროკავშირში შესვლით ასე შემდეგ ესენი რითი არიან მზად იმით რომ აქტივისტებს დასწევენ ხო და ანუ არაფერი შარ უქმნია ღმერთს აი ეგეთი არაფერი არ მინახავს რა აი რამეში მაინც ღმერთს რო ეკრა რუსეთუმეობაში მაინც ამათ რუსული იცოდნენ აი მოუკვდები აი თავს აი შანსი არა ეხლა მე ვერ წარმოვიდგენ არა აი მე ვერ წარმოვიდგენ ეხლა რომ ამათ რუსული მაინც იცოდნენ ინდონეზია რომ ვიღაც რუსის სერჟანტმა ამათ არ დასცინოთ რა აი რავი აი ვერ ეგეთი არაფერი არ მინახავს რომელ მიმართულებით მიდიან ნეტა თავად თუ იციან სხვა ჩვენს ძალიან საინტერესო იყო ეხლა რაც თქვით ჩემთვის ან კანონს საერთოდ რატო ვემორჩილებით და რატო შეგვაქვსო განცხადებები ნათიასთან მინდოდა გადასვლა მაგრამ რადგან ტატო არის ამ აქციების ერთ-ერთი ისეთი ორგანიზატორი ხო შემიძლია ვთქვა ტატო ხომ არ გასცემდით ამ დასმულ თემას რაიმე პასუხს კითხვას